1864 წელს კავკასიის ომის წარმატებით დასრულების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება და დღევანდელი პარლამენტის შენობის ადგილას დიდების ტაძარი აიგო. 1921 წელს, როცა საქართველოს ბოლშევიკების არმია მოადგა, ახალგაზრდა იუნკერების სამშობლოს დასაცავად წავიდნენ და მათი დიდი ნაწილი ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. დაღუპულებს შორის იყო პოეტ კოტე მაყაშვილის შვილი მარო მაყაშვილიც. გარდაცვლილები დიდების ტაძრის ეზოში დაკრძალეს. 30-იან წლებში ტაძრის დაანგრევის შესახებ დადგენილება ლავრენტი ბერიამ მიიღო. 39 წელს როგორც მოგეხსენებათ ლავრენტი ბერია მოსკოვში გადაიყვანეს და ეს მშენებლობა ჯერ დამთავრებული არ იყო, მაგრამ ძალიან მალე დამთავრდა. და აი ამ ძალიან მძიმე სისხლიან ადგილას ჯერ ისედაც დაკრძალული ბევრი იყვნენ და მით უმეტეს ეს საცოდავი იუნკერები და მარო მაყაშვილი დაკრძალეს. იქ როდესაც მერე გამოაცხადეს რომ გავთხარეთ მიწაო, იქო არაფერი საფლავები არ იყო. ნუ აბა რა სიტყვოდრეთ ახლა იქ სათმო სასაფლაოში ჩაყრილი იყო ამდენი იუნკერი და იქ გვერდით ეს მარო მაყაშვილი და ააგეს ეს პარლამენტის შენობა სისხლზე მიცვალებულების ძვლებზე. ხელისუფლების გადაწყვეტილებით იუნკერების საფლავებზე აშენებული პარლამენტი ქუთაისში ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლის ადგილას უნდა განთავსდეს. მემორიალის აფეთქებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ეს პარლამენტია საფლავებზე აგებული, აი ეს პარლამენტი იმავე ასეთაც ფაქტიურად საფლავებზე იქნება აგებული პარლამენტის შენობა. საერთოდ ამ ძეგლის დანგრევა სრულიად გამომართლდა მიმოჩნდა. იწვეთეს ის მისი ბოლოზეთა ნაწილი, სადაც უფარია გამოსახული ამ ბოლოზებით, ის ხომ გვაჩვენეს როგორ არის დამტარებული და დაგდებული. მაპატიეთ, მაგრამ ეს მკვეთრი ხელობა, უფარი გჯდის და დაგჯდის ამის გულისთვის და გარდა ყველაფრისა, ასეათვით იქ მაინც ხალხი დაიღუპა და ამ ცოდვიან ადგილზე პარლამენტის შენობის აგება მე მიუღებელ მიმაჩნია. ეს იდეა განხორციელდება, ეს ჭირდება ქვეყანას, ეს იდეა განხორციელდება ნებისმიერ შემთხვევაში, ვინ რაც არ უნდა პროტესტი გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრების გამო. ის რაც მიუღებელია ისტორიკოსისთვის, მისაღებია აკაკი ბობოხიძისთვის. სწორედ ბობოხიძე იყო პირველი, ვინც პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა გააჟღერა. დღეს ამბობს, რომ უბედური შემთხვევა ხელისუფლების გეგმებს არ შეცვლის. ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე შეიძლება მოხდეს კატასტროფა, მაგრამ ამის გამო მშენებლობები არ ჩერდება. მათ შორის თბილისში სხვათა შორის მე როგორც მახსოვს 5 თუ 6 თვის წინ მუშა გადმოვარდა ობიექტიდან, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, არც მშენებელ ორგანიზაცია შეუწყვეტია მშენებლობა და არც უკვე იმ მშენებარე ობიექტზე ვინც ბინები ყიდა, არც იმ ხალხს უთქვია ვარი თავიანთ ქონებაზე და იმ ბინაში ცხოვრების გაგრძელებაზე. გაუფრთხილებლობამ, უბედურმა შემთხვევამ თუ დანაშაულმა ხელისუფლებას იდეა რომ ვერ გადააფიქრებინა, ეს ცხადი გუშინვე გახდა. ბანერმა, რომელიც ქუთაისში ტრაგედიიდან მეორე დღეს განთავსდა, აჩვენა რომ პარლამენტის შენობას გასავლელი აქვს გზა დიდების ტაძრის ნანგრევებიდან დიდების მემორიალის ნანგრევებამდე.